საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ეს სტატუსი ქვეყანა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 74 სესიის ფარგლებში მიიღო, სადაც კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა. უმრავლესობამ ხმა საქართველოს სასარგებლოდ მისცა. კონკურენტებს შორის იყო რუსეთიც. კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც მათი საბოლოო დამტკიცების პროცედურას გაიმართება. საბჭოს ძირითადი ფუნქციაა ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და მისი მუშაობის ხელშეწყობა. პირველ რიგში ეს არის საქართველოსთვის უზარმაზარი მიღწევა და დიდი წარმატება და ვფიქრობ, რომ ეს არის დამსახურება და აღიარება ქვეყნის იმ რეფორმებისა, რომელიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, სოლიდარობის პრინციპები, ადამიანზე ორიენტაცია და ასე შემდეგ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, იმდენად, რამდენადაც რეალურად საქართველო გახდება თანამონაწილე გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრის და მისი განვითარების. გუსურს ოფიციალურად გაცნობოთ, რომ რეგიონულმა კომიტეტმა დახურულ შეხვედრაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. რეგიონული კომიტეტის გადაწყვეტილებით 2026 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე წევრობის კანდიდატებად წარდგებიან გაერთიანებული სამეფო და საქართველო.